ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტა დასრულდა და ამით იწყება პოტენციური საკონსტიტუციო კრიზისი საგა შეერთებულ შტატებში. დიახ, გუშინ მოვლენების სერიამ ცეცხლის შეწყვეტის დაშლა დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა წინა დღეს გამოაცხადა პროექტი თავისუფლება, რომელიც მიზნად ისახავდა ჰორმუზის სრუტეში გაჭედილი ხომალდების ევაკუაციას. შემდეგ სამხრეთ კორეულ ხომალდზე აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ ტერიტორიაზე 7 სწრაფმავალი ნავი ჩამოაგდო, მას შემდეგ რაც ისინი როგორც ჩანს, საფრთხეს უქმნიდნენ აშშ-ს ფლოტის ნაწილს. CENTCOM-მა კი განაცხადა, რომ ეს 6 ნავი იყო. ამ ეტაპზე ასევე გაურკვეველია, ტრამპმა სიტყვებით ცუდად შეარჩია, თუ ირანს აქვს რაიმე საიდუმლო ტექნოლოგია, რომელიც მათ სწრაფ ნავებს საშუალებას აძლევს ჩამოაგდონ და არა უბრალოდ ჩაძირონ. მან ასევე ირანს დაემუქრა, რომ მიწისპირისაგან აღგვის. შემდეგ ირანმა გაერთიანებულ არაბთა საამიროებზე 12 ბალისტიკური რაკეტა, 3 საკრუიზო რაკეტა და 4 კამიკაძე დრონი გაუშვა. რატომ საამიროები? შეიძლება უბრალოდ ახლოსაა. შეიძლება ირანი გაბრაზებულია, რომ საამიროებმა დატოვეს ოპეკი. ვინ იცის? ერთი საინტერესო ფაქტია, რომ ჩანს თითქოს ისრაელმა ირანის რაკეტების ჩამოგდებაში დახმარება გაუწია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი ახსნა 7 ოქტომბრის თავდასხმისთვის იყო ის, რომ ისრაელსა და მის არაბ მეზობლებს შორის სამხედრო ალიანსი შეუძლებელი გაეხადათ. თუმცა ახლა ისინი ერთად მუშაობენ. დააკვირდით, რა მოხდება საუდის არაბეთთან ამ მიმართულებით, რადგან ეს არის მთავარი სამეფო რეგიონში. ამასობაში ირანის სახელმწიფო მედია ასევე ამტკიცებს, რომ მათ დაარტყეს აშშ-ს ფრეგატს. ეს იქნებოდა ომის ყველაზე საინტერესო განვითარება ამ დრომდე, რადგან შეერთებული შტატები ამჟამად არც ერთ ფრეგატს არ იყენებს. რასაც ახლა უყურებთ, ეს არის ჯერ კიდევ მშენებარე კონსტელაციის ვიზუალიზაცია. როგორც არ უნდა იყოს, მე სიამოვნებით უყურებდი საინფორმაციო პროგრამებს, რომლებიც სვამენ კითხვას. დასრულდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტა? აიქ თავაზობ ძლიერ ანალიზს, რომელსაც მხოლოდ რუკაზე ხაზები შეიძლება გადმოსცეს. სიტყვა ceasefire. ეს სინამდვილეში რთული სიტყვაა, რომელიც შედგება cease-ისგან, რაც ნიშნავს შეწყვეტას, და fire-ისგან, რაც ნიშნავს გასროლას. რადგანაც ბახაბუხი ისევ განახლდა, დიახ, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულია. რა თქმა უნდა, ეს იმ ვარაუდს ეპრნობა, რომ საერთოდ ოდესმე ცეცხლის შეწყვეტა ძალაში იყო. ისრაელი კვლავ ესმოდა ჰეზბოლას ლიბანში და ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ ირანი გახსნიდა სრუტეს. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა გეოპოლიტიკური დაყოფის რომ მხარეს დგახართ. ცეცხლის შეწყვეტის პირობები არ სრულდებოდა. იშვიათი შემთხვევაა, როცა პასიური ფორმა განზრახ გამოიყენე, რადგან არ მინდა ვთქვა, ვინ არღვევდა მას. როგორც არ უნდა იყოს, დღევანდელი ვიდეოს დარჩენილ ნაწილში 2 რამ მინდა გავაკეთო. პირველი, განვიხილო, რატო არ იმუშავებს პროექტი Freedom-ი იმ ფორმით, როგორც არის ჩაფიქრებული. და მეორე, კონსტიტუციური კრიზისის პოტენციალი და რატო იქნება კიდევ ბევრი უცნაურობა იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა. დავიწყოთ პროექტ Freedom-ით. და რომ შევაჯამო ის, რასაც ამ ნაწილში ვაპირებ თქვა, რასაც უყურებთ არის კიდევ ერთი ნახევრად გადადგმული ნაბიჯი. მაშინ როცა სინამდვილეში ან სერიოზული ნაბიჯი გჭირდება, ან საერთოდ არაფრის გაკეთება. ეს არ არის ტრადიციული ესკორტის მისია, სადაც მთავარი ამერიკული ხომალდები კონვოით მიაცილებენ მეგობარი ქვეყნების სავაჭრო გემებს, როგორც ეს ირან-ერაყის ომის დროს ხდებოდა. ამას მაინც ექნებოდა მუშაობის გარკვეული შანსი, თუმცა მიზეზებზე, რომლებიც მალე აგიხსნით, მესმის რატომ არ იყენებს შეერთებული შტატები ამ მეთოდს. უფრო სწორად ჩანს, რომ CENTCOM-ი ცდილობს დააწესოს პროცედურა, რათა გემები სპარსეთის ყურიდან გამოიყვანოს. რაც მათ საშუალებას მისცემდა მინიმუმ მიეტანათ ის, რაც გემზეა და ასევე გაეზარდათ სატრანსპორტო გემების რაოდენობა დანარჩენი გლობალური ბაზრისთვის. ეს ძირითადად ნიშნავს მათ სრუტეში გატარებას. CENTCOM-მა ცოტა დეტალი გავრცელა იმის შესახებ, რას ნიშნავს ეს. მისი ნაწილი დარწმუნებული ვარ, ის არის, რომ აშშ-ს საზღვაო ძალებმა იცოდნენ დაგეგმილი გადასვლის შესახებ და შეძლონ იმ მხარდაჭერის გაწევა, რომლის გაწევაც სურთ. მისი ნაწილი სავარაუდოდ არის კოორდინაცია აშშ-ს საზღვაო ძალებთან იმ მარშრუტზე, რომელიც ახლახან შემოწმდა და ნაღმებისგან გაწმენდილია. მისი ნაწილი შეიძლება იყოს რეალური დახმარების გრების გაწევა თუ საფრთხე წარმოიქმნება, თუნდაც დრონების ან შესაძლოა ვერტმფრენის საშუალებით. მაგრამ მისი ყველაზე დიდი ნაწილი არის ლოცვა, რომ გადამზიდავი კომპანიები დათანხმდებიან ამ სქემას, იმის გათვალისწინებით, რომ აქტიური დაცვა მინიმალურია. მეტად დავიჯერებდი მათ უსაფრთხოებას, თუ მძიმედ შეიარაღებული სამხედრო ხომალდები პირდაპირ მათ გვერდით იქნებოდა, მაგრამ საზღვაო ძალები როტერესებული მათი თანხლებით, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს ძალიან საშიშია. თუ ეს საზღვაო ძალებისთვისაც კი ძალიან საშიშია, რას ნიშნავს ეს სამოქალაქო გემებისთვის არსებული რისკის შესახებ?
ამასობაში ირანს სრული мотиваცია აქვს, რომ ამ გემებს შეუტიოს. სანამ შეერთებული შტატები ირანის სპორტებთან დაკავშირებულ გემებს სრუტეში ბლოკავს, ირანს ამგვარი მშვიდობის შენარჩუნებაში თითქმის არანაირი ინტერესი არ აქვს. ამ საკითხზე მოგვიანებით უფრო სიღრმისეულად მოგვიწევს საუბარი, მაგრამ საიდუმლო არ არის, როგორ უნდა გახდეს შეთანხმება აღსრულებადი. საჭიროა ორივე მხარეს კონდეს პირდაპირი ინტერესი შეთანხმების დაცვაში, ანუ შეთანხმება მათთვის ომში დაბრუნებაზე უკეთესი უნდა იყოს. ამ ეტაპზე ირანისთვის ეს შეთანხმება ომში დაბრუნებაზე უკეთესი არ არის. რაც შეეხება ბრძოლას, შეერთებული შტატებისთვის სრული გადაწყვეტა იქნებოდა ირანის შესაძლებლობების სათანადოდ შესუსტება სანაპირო ზოლზე, რისი განხორციელებაც ცეცხლის შეწყვეტის დროს იწყებოდა. სამი კვირის შემდეგ დიდი ალბათობით იქ გაკეთებული ნებისმიერი საქმე გაუქმებულია. ეხლა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელია შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ეს მტკიცე ჩართულობას მოითხოვს, რაც ნიშნავს ხარჯებს, დროს და რისკებს. ამიტომ უფრო ღრმა კითხვა ხდება ის, თუ რატომ არ სცელს შეერთებული შტატები ამ ხარჯებს, არ ხარჯავს ამ დროს და არ იღებს ამ რისკებს. კარგი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ თავსატეხზე ბოლო დროს ბევრი პასუხი გსმენიათ. მაგრამ მოდით გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამოიკვეთა. დაუბრუნდეთ 1900. ვიეტნამში საქმეები კარგად არ მიდიოდა. კონგრესი უკმაყოფილო იყო იმით, რომ შეერთებულმა შტატებმა ბოლო 10 წლეული ომში გაატარა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ ჰქონდა გამოცხადებული. ამიტომ ომის უფლებამოსილების რეზოლუციამ სცადა შეეზღუდა აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება და პრეზიდენტს დააკისრა ვალდებულება, რომ კონფლიქტის დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში მიიღო კონგრესის თანხმობა. რიჩარდ ნიქსონმა ვეტო დაადო რეზოლუციას, როგორც კონგრესის მხრიდან არაკონსტიტუციურ ძალაუფლების მიტაცებას, მაგრამ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს საკმარისზე მეტი, 2/3-ზე მეტი ხმები ჰქონდათ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. ის კანონად იქცა. მას შემდეგ პრეზიდენტები კვლავ უარყოფენ ომის უფლებამოსილების რეზოლუციას, როგორც არაკონსტიტუციურ ჩარევას სამხედრო ძალებზე კონტროლის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გადაცემაში. პრეზიდენტებს მაინც სიტყვიერად აქვთ აღიარებული ეს რეზოლუცია, რადგან არ სურთ, რომ კონგრესმა პრეზიდენტის პოლიტიკა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. იფიქრეთ ამაზე, როგორც Lines and Laws-ის მოლაპარაკების ერთ ფორმაზე. ეს მოგვიყვანს მიმდინარე მოვლენამდე. ირანის ომი დაიწყო 28 თებერვალს. 60 დღე შესაბამისად 28 აპრილს სრულდება. მე ვაკვაკნებ ამ ვიდეოს 67 დღეს, რაც არ არის ნამთხევა, რადგან ეს ასევე ჩემხვევით ჩემი ვიდეოს გამოქვეყნების 67 ზედიზედ დღეა. ომის უფლებამოსილების რეზოლუციის მიხედვით პრეზიდენტს გასულ კვირას სჭირდებოდა კონგრესის ავტორიზაცია. რა არის ადმინისტრაციის იურიდიული მოსაზრება ამ საკითხზე? ჰაქსეთი გასულ კვირას კონგრესის წინაშე გამოდიოდა და იურიდიული თეორიით იყო მომზადებული. დიახ, 60 დღე გავიდა, მაგრამ ეს არ ყოფილა 60 დღე აქტიური საომარი მოქმედებების. ცეცხლის შეწყვეტამ ფაქტობრივად გააჩერა დრო ომის უფლებამოსილების რეზოლუციასთან დაკავშირებით. ეს ლოგიკა ასევე ეხმარება ადმინისტრაციის რეაქციის ახსნას სროლის განახლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სროლა აღარ არის შეწყვეტილი, ჩვენ მაინც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში ვართ, რადგან სხვა რამეზე მინიშნება იმ ათვლას თავიდან აამუშავებდა. 25 მაისი იქნებოდა ახალი ვადა, თუ საქმე იქამდე მივიდოდა. მერე რა ხდება? დაუშვათ სროლა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. ან იქნებ რამდენიმე დღე იყოს, როცა მხარეები ფაქტობრივად ცეცხლის შეწყვეტას დაიცავენ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არაუგვიანეს ივნისისა, 60 დღე რეალური ბრძოლების უკვე გასულია. მერე რა ხდება? საწყის ეტაპზე არ წარმომიდგენია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ეს აინტერესებდეს. სინამდვილეში გამიკვირდა, რომ ჰაქსეთმა ასეთმა ასცა ჩვენება. წინასწარ ვიფიქრდი, რომ ადმინისტრაცია განაცხადებდა, რომ ომის უფლებამოსილების რეზოლუცია მხოლოდ 60 დღის უწყვეტ საბრძოლო მოქმედებებს მოიცავს. ასე რომ, თუ 59 დღე გაგრძელდება, შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა იქნება და შემდეგ ომი განახდება. კიდევ 60 დღე გაგავა, სანამ ჩვენი 60 დღიანი ლიმიტი ამოქმედდება. ამის ნაცვლად დონალდ ტრამპს შეეძლო იგივე თეორია მიეღო, რაც ობამას ადმინისტრაციამ ლიბიისთვის წარმოადგინა. ომის უფლებამოსილების რეზოლუცია აქ ავრცელდება, რადგან ადგილზე ამერიკელი სამხედროები არ არიან და შესაბამისად აშშ-ის სამხედრო პერსონალისთვის რისკი მინიმალურია. თუმცა ბარაკ ობამამ ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ იყო მთავარი მებრძოლი, არამედ ლიბიელ მეამბოხეებს მხარს უჭერდა, რასაც დონალდ ტრამპი ვერ განაცხადებს, რადგან იქ შეერთებულმა შტატებმა საქმე არასწორად დაიწყო. რაც შეეხება უშუალო კონგრესის ჩარევას, აქ დიდ არაფერს ველოდები. ორივე პალატა კვლავ რესპუბლიკელების კონტროლქვეშაა.
და მიუხედავად იმისა, რომ ომი უკიდურესად არაპოპულარულია, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს მნიშვნელოვანი რაოდენობის რესპუბლიკელი კონგრესმენების დაშორება ადმინისტრაციისგან. ეს შეიძლება შეიცვალოს, როცა ნოემბრის შუალედური არჩევნები მოახლოვდება და გამოკითხვის შედეგები უფრო მნიშვნელოვნად აისახება, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეზაა. მაგრამ აი რა არის მთავარი. არსებული კანონებს ვაშინგტონში მუდმივი დამტკიცება არ სჭირდებათ, რომ ძალაში დარჩნენ. 60 წლის გასვლის შემდეგ გაგრძელება მაინც არალეგალურია ომის უფლებამოსილების რეზოლუციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა კონგრესი მის აქტიურ აღსრულებას. ყველა, ვინც დაზარალდა მიმდინარე ბრძოლების შედეგად, სარჩელის შეტანის უფლება აქვს, რაც ფაქტობრივად ყველას მოიცავს, რადგან ეს გავლენას ახდენს გაზის ფასების ზრდაზე. შესაბამისად, შეიძლება უზენაესმა სასამართლომ განიხილოს ომის უფლებამოსილების რეზოლუციასთან დაკავშირებული საქმე და საბოლოოდ გავიგებთ, არის თუ არა ის კონსტიტუციური. გაგახსენებთ, რომ იურისტი არ ვარ, მაგრამ როგორც პოლიტოლოგი, ასევე შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლო პოლიტიკური ორგანოა და იურიდიულ თეორიებზე მეტად მნიშვნელოვანია სასამართლოს პოლიტიკური განწყობა. ამჟამად 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატიულად არის განწყობილი, თუმცა მათგან ნაწილი ხშირად არ ეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციას სხვადასხვა თამამ პოლიტიკაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვიცი, სასამართლო რომელ მხარეს გადახრიდა. თუ სასამართლო ომის უფლებამოსილების რეზოლუციას გააუქმებს, მაშინ დანარჩენი, რაზეც ახლა ვისაუბრებთ, მნიშვნელობას დაკარგავს. ომის მოწინააღმდეგეებისთვის საუკეთესო, რაზეც შეიძლება იმედს ამყარებდნენ, არის დახმარება ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების ოკრატების დიდი გამარჯვების შემდეგ. თუ სასამართლო ომის უფლებამოსილების რეზოლუციას ძალაში დატოვებს, სწორედ აქ იწყება ყველაფერი საინტერესო. ამის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს გადაწყვიტოს და ემორჩილოს თუ არა გადაწყვეტილებას. გაითვალისწინეთ, რომ კანონი პრეზიდენტს აძლევს 30 დღე, რათა ავტორიზაციის გარეშე დაასრულოს კონფლიქტი. სავარაუდოდ უზენაესი სასამართლო ამ ვადას გაახანგრძლივებს იმ დროამდე, როცა შემდეგ უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად სწრაფად იმოქმედა უზენაესმა სასამართლომ. ეხლა სასამართლოს შეუძლია სწრაფად იმოქმედოს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის. იფიქრეთ ბუშისა და გორის საქმეზე 2000 წელს. მაგრამ კიდევ ერთხელ სასამართლო პოლიტიკური აქტორია და საქმის გაჭიანურება მისთვის მონგებიანია, რადგან ამით პრობლემას მომავალზე გადააქვს და გადამწყვეტი ხმის მქონე მოსამართლეებს უფრო დიდხანს აძლევს საშუალებას თავი აარიდონ დაპირისპირებას. შესაძლებელია, რომ პრობლემა შემდეგ თვითონვე მოგვარდეს, ამ შემთხვევაში კი სასამართლოს აღარ მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. საკითხი ისაა, რომ ძალიან შესაძლებელია ზაფხულის ბოლოს ან კიდევ უფრო გვიანამდე მოგვიწიოს ლოდინი, სანამ ეს ყველაფერი გადაწყდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კონსტიტუციური კრიზისი წარმოიშვას, თუ ვივარაუდებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაემორჩილება. ბოლოს რაც მინდა აღვნიშნო ისაა, რომ ტრამპს გაუჭირდება ომის გაგრძელება, თუ უზენაესი სასამართლო ერთნიშნულოვნად გამოაცხადებს ომის უფლებამოსილების რეზოლუციას კონსტიტუციურად და კონგრესი არ მისცემს უფლებას შემდგომ ქმედებებზე. იმ მომენტში კონგრესის შუალედური არჩევნები უკვე მოახლოებული იქნება. და მიუხედავად იმისა, რომ მემეპარება ეჭვი, ვეტოს გადალახვისთვის საკმარისი სუპერმრავლესობა სრულად შეაჩეროს აღმასრულებელი ხელისუფლება. იმდენი რესპუბლიკელი გადავა მეორე მხარეს, რომ თეთრი სახლი ვერ შეძლებს საბაზისო დაფინანსების კანონპროექტების გატარებას ომის დასრულების გარეშე. ასევე გაქვს მცირე პრობლემა, რომ აშშ-ის სამხედროები ფიცდებენ კონსტიტუციის დაცვაზე და არა პრეზიდენტზე. ასევე დაიწყება მაღალი რანგის თანამდებობებიდან გადადგომების სერია, რაც შეაჩერებს ნებისმიერ პროგრესს ირანში და ამავე დროს ერთი თაობის განმავლობაში დაასუსტებს აშშ-ის სამხედრო ძალებს. მაშ, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ დღევანდელი დღიდან? ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე დასრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ ამას უარყოფენ. აშშ-ში ახალი მცდელობა გემების სრუტეში გაატაროს, რთული იქნება, რომ მოძრაობა ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს. და მალე გაცილებით დიდი ბრძოლა დაიწყება ომის უფლებამოსილების რეზოლუციის გარშემო. ამასობაში შეგიძლიათ დანარჩენი ყველა გიჟური ამბავი, რაც ახლო აღმოსავლეთში მოხდა, ამ პლეილისტის ხურებით გაიგოთ. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწევეთ არხი. და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად. ვერ დავადასტურებ და ვერც უარყოფ, გვაქვს თუ არა კამიკაძე დელფინები, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ მათ არ ყავთ.